მოგესალმებით. მე გახლავართ ნათია გიორგაძე, პოეტი, ფილოლოგი, ქართული ენისა და ლიტერატურის მაგისტრი. ვარ 5 წიგნის ავტორი და ახლა მაქვს ძალიან დიდი მისია შესასრულებელი, იმიტომ რომ მე უნდა წარმოგიდგინოთ საკუთარი მეხუთე წიგნი ელასამონი. რაც თუ ისე იოლი საქმეა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძნელია ადამიანმა ელაპარაკოს საკუთარ შემოქმედებაზე. თუ პარალელს გავავლებთ ცოლის ქება აუგიაო. ნათქვამია, ამიტომ მე დღეს ყველაზე მეტად მიჭირს ვილაპარაკო ლიტერატურული სიღრმეების ჭრილში. მაგრამ არ მიჭირს მადლობა გადაუხადო ადამიანებს, ვინც ამ წიგნის გამოცემაში მიიღო მონაწილეობა, გამომცემლობას საუნჯეს, რედაქტორს ბატონ ლევან ბრეგაძეს, ხატვარს ბატონ კოკა ცხვედიანს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც გულშემატკივრობდა ელასამონს. წიგნში შესულია 200-ზე მეტი ლექსი და არც ერთი ლექსი არ მეორდება წინა წიგნებში. ჩემი საერთოდ არეული ქრონიკონი პირველი გამოიცა ქუთაისში, დანარჩენი 3 წიგნი გამოიცა გამომცემლობა უნივერსალმა და არც ერთი წიგნი არ გავს ერთმანეთს. ეს უბრალოდ პოეტი დროსთან ერთად იცვლება და ვითარდება. როგორც ბატონი მიხეილ ქურდიანი იტყოდა და აქედან გამომდინარე მე მადლობელი ვიქნები თუ ელასამონი აღმოჩნდება კიდევ ერთი აგური არა მარტო ჩემ შემოქმედებაში, არამედ თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მე მინდა ერთი ლექსი დაგიტოვოთ ავტოგრაფის სახით და მინდა მადლობა გადაუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას მოწვევისთვის. ნუ დამპირდები, ვინც პირველი მივიდა ზღვასთან, ვინც ნახა მისი მკვდარი სიმწვანე, ვინც სასაფლაო აუგო და ჯვრები აღმართა მეგობრებისთვის, ჩემი ძმა იყო, მისგან წასვლას ნუ დამპირდები. ნუ დამპირდები მსოფლიოში განთქმულ ქალაქებს, არხეინ გემებს, ახლა ბავშვობის თამაშებია ჩემი ყველაზე სანატრელი მოგზაურობა, ხშირად ვიხსენებ, ძილში ჩაწყნარდა მისი სუნთქვა და წყალი არ დარჩა, რომ მის თვალებს არ დაენახა. იგი არასდროს საუბრობდა წაგებულ ომზე, ცუდი დრო დადგა სარდაფებში, ომის სურმა და ნესტმა იმატა, ხოლო ძვლებს იქეთ თითქმის არავინ არ დამკლებია, ნუ დამპირდები.